სწორი სირბილის ბიომექანიკის შესწავლა, ასევე როგორ გამოვიყენოთ ხელი, როგორ შეეხოს ზედაპირს ტერფი, როგორი დახილობა გვჭირდება შესაბამის მანძილზე, როგორ ავიჩქარდეთ მაქსიმალურად ეფექტურად, სუნთქვა, ასევე გამძლეობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ყველაფერს ყველაზე კარგად, ყველაზე ხარისხიანად აძლევს მძლეოსნობა. ყველაზე დიდი მომართვება არის ფეხბურთიდან, შემდეგ უკვე მორაგბეები მომართავენ და კალათბურთელები. სამი ეს ძირითადი სპორტის სახეობაა ჩემს ჯგუფში და ინდივიდუალურადაც, ვინც მყავს და ვისთანაც მუშაობ, წლებია უკვე მეხუთე წელია. ინდივიდუალური სპორტის სახეობებიდანაც მოდიან, როგორც არის ჩოგბურთი, მაგალითად, ბევრი სპორტის სახეობა ისეთი, სადაც ასიმეტრიულად ხდება სამწუხაროდ განვითარება, მძლეოსნობა ამ მხრივადაც გამორჩეულია, იმიტომ რომ მძლეოსნობა, როგორც გითხარით, ჰარმონიულად ანვითარებს ყველა კუნძს, მთელ სხეულს, ასე რომ იღებ ბევრად უკეთეს ეფექტურ შესაძლებლობებს მძლეოსნობის გავლის შემდეგ. 6 წლიდან ჩვენთან ბავშვები როცა მოდიან, მათ აქვთ ბუნებრივი მოძრაობები. მძლეოსნობა სწორედ აქედან წარმოიშვა, ეს არის მისი საწყისი. ბუნებრივი მოძრაობა, სიარული, სირბილი, ხტომა. ხვდებით, ამიტომ ჩვენ აქ პირობები გვაქვს შესაბამისი, როგორც გვაქვს თარჯები, სილი, სავსე ორმო, ანუ აქ ხტომები, ისეთი ვარჯიშები ხორციელდება, რომელიც რა თქმა უნდა საფრთხეს არ უქმნის მოზარდის ჯანმრთელობას, პირიქით, ხელს უწყობს ჰარმონიულად განვითარებას. ჩემი მიზანი არის სრულყოფილი ფიზიკური მომზადება საქართველოში არსებობდეს, თუნდაც შემდეგ უკვე ჩვენი ნაკრების წევრები რო გახდებიან ეს მოზარდები, რომლებიც მაგალითად ფეხბურთში არიან ჩართული, რაგბიში არიან ჩართულები, მათ ჰქონდეთ ისეთივე სრულყოფილი აჩქარება, ისეთივე სრულყოფილი ფიზიკური მომზადება, როგორიც აქვს ევროპულ განვითარებულ ქვეყნებში მოთამაშე სპორტსმენებს. სრული ვიდეო ნახე Newsmakers-ის YouTube არხზე. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დაალაიქე და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები.